ზესტაფონელ კიკბოქსინგელებს წარმატებები აქვთ საერთაშორისო ტურნირიდან, რომელიც ახალციხეში გაიმართა, მათ ქამარი და 3 პირველი ადგილი ჩამოიტანეს. მწვრთნელი გურამ მახათაძე ამბობს, რომ ამ ასპარეზობისთვის მოზარდი სპორტსმენები სერიოზულ საწვრთნელ ვარჯიშებს გადიოდნენ და ყველაფერი გააკეთეს საიმისოდ, რომ ტურნირზე მაღალი შედეგები ეჩვენებინათ. 20 მას მივნებული ვიყავთ ხალხში საზოგადო ტურნირზე, სადაც მონაწილეობას ეუბნებოდა ჩვენი ზესტაფონის სპორტის სკოლის სპორტსმენები კიკბოქსინგში, რა თქმა უნდა. 200 სპორტსმენი მონაწილეობდა, 50 ბრძოლა იყო ქამარზე პროფესიონალებში, დანარჩენი მოყვარულები იყვნენ ბავშვები, ძალიან კარგად იბრძოლეს. ჩემპიონები გახდნენ გულგენიძე თომა, კობაგიძე გიორგი, მოდებაძე მათი და პრიზიორები გახდნენ კიდე ბავშვები. მათ დადეს შედეგი და ყოფილად შეჯიბრიდან გამომდინარე. ვარ საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი, საქართველოს ჩემპიონი და შავი ზღვის თასის პრობელი. ასევე 28 მარტს ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი ახალქალაქში, სადაც მივიღე მონაწილეობა და შემხვდა სომეხი სპორტსმენი და დავამარცხე 3 რაუნდიანი ბრძოლის შემდეგ და მოვიპოვე საჩემპიონო ქამარი. მოწინააღმდეგე იყო ძალიან ძლიერი, მაგრამ ჩემი კარგი მომზადების გამო და შევძელე დავამარცხე იგი. რაშიც მეხარებოდნენ ჩემი მწვრთნელები გურამ მახათაძე და ირაკლი მახათაძე. ჩვენმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს. პირადად მე შემხვდა გორელი. ჩემი ბრძოლით კმაყოფილი ვარ პირველივე რაუნდში, დავამთავრე ნოკაუტით და ჩვენმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს წევს ბატონ გურამ მახათაძეს, რომელმაც მოგვამზადა და ირაკლი მახათაძეს. მადლობა ასევე სპორტსკოლის დირექტორს, რადგანაც უზრუნველყო იყო ჩვენი ეს შეჯიბრი. ქართულად ჩემპიონატი ჩვეულებრივი ჩხუბით მქონდა, წაგება მაქვს 1, მოგება მაქვს 6. 6 შეხვედრა რომ მოვიგე, ეს ყველას უხაროდ. ამას სპორტს გავაგრძელებ, იმიტომ რომ გავიდე სოფლიო ჩემპიონატზე და ქამარს მოვიგებ 11 მაქვს მოგებული, 7 წაგება. ახლა იყო შეჯიბრი და 2 სომეხი შევეჯიბრე და მოვიგე. და გავხდი ჩემპიონი. კიკბოქსინგის სექციას ქველმოქმედ რობერტ ჭუმბაძის სახით მხარდამჭერი ჰყავს. მინდა პირველ რიგში მადლობა ბატონ გურამ მახათაძეს, რომ მაგის რომ შედეგია ყოველთვის არა მარტო ეხლა წლობით ხელმძღვანელობს ამ კლუბს და ყოველთვის წარმატება არის. ეს არის სახელი რაიონის, საქართველოსი, რომელთაც მე თვითონ ამ ქვეყნის შვილი ვარ და კავრა მიხარია, რომ ბატონი გურამის წარმატება ასე. მადლობა ბავშვებს და მადლობა ჩვენს ახალგაზრდობას. ზესტაფონის სასპორტო სკოლის კიკბოქსინგის სექციაში დაახლოებით 40 ბავშვი კვირაში 3 დღეს ვარჯიშობს, მათ შორის არიან გოგონებიც.